ჩვენ მართალია გქონდა დიდი მოლოდინის განწყობა და ასე ველოდებოდით ფართო აუდიტორიას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ჯერ ერთი ასეთი დიდი ინტერესით და გარდა ამისა ძალიან საინტერესო აუდიტორია იყო დღეს ჩვენი სტუმარი. მომავალში დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩვენი სტუმრები კი არ იქნებიან, არამედ იქნებიან ჩვენი სტუდენტები. ძალიან საინტერესო შეკითხვები იყო, ძალიან მიხარია, რომ ასეთი თაობა მოდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ზოგადად ქვეყანაში იზრდება ასეთი თაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საერთო წარმატებაში უნივერსიტეტი დიდ წვლილს შეიტანს. ჩვენ დავეხმარეთ აქ მოსულ აბიტურიენტებს გაცნობოდნენ ახალ პროგრამებს, ეს იქნებოდა დიზაინი, სამართალი, მედიცინა თუ ფსიქოლოგია და მიხარია რომ მეც და სხვა მოხალისეებმაც ჩვენი წვლილი შევიტანეთ დღევანდელი დღის ორგანიზებაში. მოლოდინს გადააჭარბა დამსწრეთა რაოდენობა და ყველაზე მთავარი ის არის რომ იყო ძალიან საინტერესო კითხვები ახალგაზრდა მომავალი სტუდენტებისგან რომელთაც ძალიან აინტერესებთ სწავლა და ყველაზე მთავარია ჩემთვის ის რომ ძალიან აინტერესებთ ხარისხიანი სწავლა რომელიც შეიძლება მისცეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი, ძალიან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩააბარებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელშიც ჩვენ ვთავაზობთ ნამდვილად უნიკალურ შესაძლებლობას. ჩვენი სასწავლო პროგრამა არის ორმაგი დიპლომის პროგრამა, შესაბამისად ქვეყნიდან გაუსვლელად სტუდენტებს შესაძლებლობა იქნებათ მიიღოთ როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომი, ასევე ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომი. დღევანდელი დღის შემდეგ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა კიუს უნივერსიტეტზე, ძალიან მომეწონა გარემო, ასევე ის პრეზენტაციები, რაც წარმოგიდგინეს ჩვენ ლექტორებმა და ყოველ ფაკულტეტზე სამართალსა და ფსიქოლოგიას დავესწარი და ორივე ძალიან მომეწონა.